ძველი დისლოკაციის ადგილიდან, ანუ ელიასმთიდან გადმოყვანილი იყო ბატალიონი. მაშინდელ მე-11 ბრიგადაში, აი აქ სადაც ახლა ვართ კოდაზე, აი ამ კაზარმაში იყვნენ განთავსებული და ფაქტიურად უკვე სახელი დაკარგული იყო ბატალიონის შავნობა და აღარ ერქვა მე-3 ბატალიონი იყო მე-11 ბრიგადის. ისტორიის დავიწყებისკენ წავიდა საქმე და აიკრძალა რომ ბატალიონებს ქონოდათ ძველი სახელები, თეთრი არწივი მაგალითად შავნაბა და ასე შემდეგ და პირად შემადგენლობა მაშინ ძალიან დიდი ნაწილი პირად შემადგენლობისა გაშოლებული იქნა სახში და ხელახალი კომპლექტაცია წავიდა კიდე ამ პირადი შემადგენლობის. გამარჯობათ ბატონებო! გამარჯობ! ბატალიონო, ჰაიშპლან! სამშობლო, ჯიხორწივების ვინაო, შენს დედა შემაკო, შენს დედა მადინაო, შენს დედა შემაკო, შენს დედა მადინაო. ოდევა ლაშქარში მარჩები ცარიანო. წლამდე შავნაბადას ბატალიონი ეროვნული გვარდიის შემადგენლობიდან თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს და შემდეგ ეტაპობრივად დაშალეს. ძველი მებრძოლები აღარავის სჭირდებოდა. ამ ბატალიონის ახალი ისტორია 2003 წლის გაზაფხულზე იწყება. მაისიდან ბატალიონში დაკომპლექტება წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში დაიწყო. გიორგი შენგელია 2003 წლის ზაფხულამდე კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადაში სიღრმითი დაზვერვის ჯგუფში მუშაობდა. სწორედ მას დაავალა სარდლობამ ახალი დანაყოფის ჩამოყალიბება. შენგელიამ პირადად 1000-ზე მეტი მსურველიდან 600 რეკრუტი, 80 ოფიცრიდან კი მხოლოდ 32 შეარჩია. ჩატარდა ოფიცრებში შერჩევა, ძალიან მკაცრი შერჩევა იყო, სტანდარტები, ყველანაირი სტანდარტები, ტაქტიკური მომზადება იყო, ფსიქოლოგიური მომზადება, ფიზიკური მომზადება, 80 ოფიცრიდან შეირჩა ეს კადრი თვითონ ოფიცრების. მას შემდეგ შეირჩა ეს რეკრუტები, რო ქვია, ახლა რო ვეძახით რეკრუტებს, საკონტრაქტო სამსახურისთვის, ისევ და ისევ მკაცრი ტესტირებები, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ტესტირებები ჩაუტარდათ და შეირჩა ამ ბატალიონისთვის ეს ღირსეული ჯარისკაცები და ოფიცრები. შავნაბადას ბატალიონის შექმნის იდეა 1990-91 წლებში წამოვიდა. მაშინ, როდესაც პირველად გაიხსნა ოსეთის კონფლიქტი. სახელმწიფოს ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე ესე აღმოჩნდა საჭირო გახდა ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისთვის. ამ ბრძოლას ჰქონდა თავისი კანონები, თავისი წესები, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, რომ საჭირო იყო ადამიანების გაერთიანება, რომლებიც იბრძოლებდნენ და ამ გაერთიანებას ეს გაერთიანება რა თქმა უნდა შექმნილიყო რაღაც მაგალითზე. ეს მაგალითი იყო ეგრეთ წოდებული ბატალიონები, რომლებიც ჩანასახში, რა თქმა უნდა, შორს იყვნენ იმ მოთხოვნებისგან, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან, რა თქმა უნდა, არ ჩანს როგორც პროფესიონალური ბატალიონები, თუმცა ის მოტივი, ის მორალი, რომელიც სუფევდა, ის პატრიოტული გრძნობა, ეს საშუალებას გვაძლევდა დაგვეძლია ცოდნის სირთულეები, რომელიც ცოდნაში ჰქონდა, რომელიც გამოცდილებაში ჰქონდა. მთავარი მამოძრავებელი მაინც პატრიოტიზმი იყო. ბრძოლა საქართველოსთვის
იმ პერიოდში საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობდა სამოქალაქო დაპირისპირება. ეთნიკურმა კონფლიქტმა ქვეყანა ჩაითრია და დადგა შეიარაღებული ძალის შექმნის აუცილებლობა. მილიციის გარდა ქვეყანას არანაირი შენაერთი არ ჰყავდა. რეალურად ოსეთის კონფლიქტმა გაუკეთა პროვოცირება საქართველოს ხელისუფლებას, შეექმნა შეიარაღებული ძალები. გახსოვთ თქვენ ცნობილი მოვლენები ჯერ სამაჩაბლოში რო განვითარდა, ეს იყო პირველი ამოძახილი და ალბათ პირველი გაფრთხილება იმის, რომ ჩვენ საკმაოდ მძიმე, საკმაოდ სისხლიანი და შრომატევადი ისტორია რო გვემუქრებოდა რა უახლოეს. ალბათ მაშინ ეს ცოტა ისე ვერ გავიგეთ, ვერ მოვასწარით დროზე ამაში გარკვევა. ამაზე აღარ ვისაუბროთ. ფაქტი ერთი იყო, რომ ერთობლივი შემადგენლობები ჩამოყალიბდა რა. მაშინ საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო, რუსეთს საქართველოს შორის ერთობლივი ღონისძიებები გაკეთდა და ეს ღონისძიებები, ერთობლივი ძალით გაკეთდა სამაჩაბლოს პატრულირების გეგმა რა. შესაბამისად ეს უკვე გაშორიშორება რომ მოხდა ნაწილების. მანამდე იყო შესაბამისად მოხალისეთა ლაშქრები და ასე შემდეგ, უფრო სპონტანური სახე ჰქონდა ამ ყველაფერს. ძირითადად დატვირთვა მაინც მოდიოდა MVD სამინისტროზე, შინაგან საქმეთა სამინისტროზე. ისტორია ასე დაიწყო. 1991 წლის დეკემბერი. სამოქალაქო ომი. 6 იანვარს ყველაფერი დასრულდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ ძმათა სისხლის თავიდან ასაცილებლად დედაქალაქი დატოვა. ამას ყველაფერს წინ უსწრებდა შენ მოგეხსენება დინამო სტადიონზე პირველი პარადი ჯარის ეროვნული გვარდიის, ეს იყო რაღაც ენით აუწერელი რა, ენით აუწერელი სიამაყე, სიხარული, ყველაფერი ერთად. ამას შემდგომში მოყვა ეს პუჩი, ამა ყველაფერმა რაღაცა მეროვნულზე აწყობი იმას შეიძლება რაღაცით ვერ გავიგეთ, რომ უცებ შეიძლებოდა ამ ყველაფერზე უარის თქმა. მერე ჩვენი ეს ენერგია და პოტენციალი ვიღაცებმა კიდე არასწორი მიმართულებით გამოიყენეს. 92 წელს პირველი განკარგულება იყო მიღებული იმის, რომ უნდა ჩამოყალიბებულიყო კონკრეტული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე მობილური ქმედით უნარიანი საბრძოლო კურს გავლილი შენაერთი. ქვეყანას მართავს დროებითი საბჭო. მიღებულია გადაწყვეტილება ბატალიონების ჩამოყალიბების შესახებ. 7 იანვრიდან იწყება შავნაბადას ბატალიონის პირველი ოფიციალური დღე. ბაზირების ადგილად ბორის ძნელაძის სახელობის კომკავშირული ქალაქი დასახელდა. ადგილმდებარეობა მიზანს შეესაბამებოდა. შეიქმნა დაზვერვის სკოლა. აქ დაიწყო ბატალიონების ჩამოყალიბება. პირველ ეტაპზე მან შეიქმნა არა ბატალიონი, არამედ სკოლა, რომელსაც უნდა გამოეშვა ეს ძირითადად სადაზვერვო განხრით ბატალიონები. საერთოდ მოდაში იყო ეს სპეცნაზი, სადაზვერვო ბატალიონი, რაღაც უბრალო ბატალიონები არ იქნებოდა, ყველა ბატალიონი რაღაც ისეთი იყო სახელით. წამოვედი ჯარში, მოვლენს მომიწია ეს სავალდებულოს მოხდა. ავდექ წამოვედი მოხდით შავნაბადის ბატალიონში. ჩემი შავნაბადის ბატალიონში მოხდა რა. დიდი სიხარული იყო. ჯარში მოხდა ფორმის შაცმანა რა, დიდი სიხარული იყო და ასე და მე და ნენელა პატარა სწავლებებით რაღაც ვასწავლიდნენ საბრძოლო ქმედებებს. ეს შავნაბადის ბატალიონი ოცნება იყო, ჩვენი ეს იყო სადესანტო ბატალიონი. დაიწყო წვრთნა. შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია. რუსი ოფიცრები ქართული დანაყოფის ინსტრუქტორები გახდნენ. Показывай мимо общевойсковой. Я захочешь потом еще. Давай. Пошел. მარტში დასავლეთ საქართველოში ვითარება გართულდა. აგეთ ხელისწყლის ხიდი ის არის და იბათიფიკეტიდან იქით. ჩვენი პიკეტიდან საკუთარ. ამ წუთში როგორც გამოაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა გევატონი სამეგრელოს და საქართველოს საზღვარი. დადგა სამთავრობო ჯარების ამ მიმართულებით გადასროლის აუცილებლობა. საბოლოო მიზნით ფოთზე კონტროლის დაწესება. ჩვენ წავედით მაშინ ფოთში.
21 მარტი თუ არ ვცდები. 21 მარტს ჩავედით ფოთში, მაშინ იქ ეგრეთ წოდებული ექსტრემისტები იყვნენ. ჩვენ ყოველგვარი პრობლემების გარეშე, თუმცა სადღაც ფოთთან არ მისული რომ რაღაც სოფელი აღარ მოხსოვს უკვე იქ იყო რაღაც პრობლემა, მაგრამ ის უსისხლოდ და ყოველგვარი პრობლემის გარეშე გავიარეთ ჩვენ. შევედით ფოთში წინააღმდეგობა პრინციპში არავის არ გაუწევია, როგორც ასეთი, რაც შეიძლება გამოხატული იყო რაღაც საბრძოლო მოქმედებით. კონკრეტული ბრძანების შესრულების და გამო მოგვიწია ისევ შიდა ტერიტორიაში სტაბილიზაციის შენარჩუნებისთვის ღვაწლი. იმ შემთხვევაში ჩვენ ფოთი მაქვს მემხედველობაში, ფოთში ვიყავით, მაგრამ მაშინაც კი ჩვენ შევინარჩუნეთ სახე. ჯარისკაცების მომზადების პრობლემა კვლავ მწვავედ იდგა. 3 თვეში ბატალიონი არ მზადდება, ამიტომ შემადგენლობა ორად გაიყო. პირველმა წვრთნა გააგრძელა, მეორე ფოთში დარჩა. მიუხედავად ამისა, ფოთში დარჩენილმა ბატალიონმა იმდენად დიდი როლი შეასრულა, რომ ფოთელებმა შავნაბადას ჩვენი ბატალიონი უწოდეს. 1992 წელი სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. შავნაბადა წინა ხაზზე გადავიდა და ოსპრისი დაიკავა. ბატალიონი 3-ად გაიყო. ერთი ნაწილი ოსპრისში, მეორე ფოთში, მესამე კი შავნაბადაზე იდგა. გადაწყვეტილება მივიღეთ მაშინ, რომ ერთი ასეული დარჩენილი იყო. ასეული პლუსით ასე ვთქვათ, დარჩენილი იყო ფოთში, რადგან ეს იყო ერთადერთი კარიბჭე მთელი ჰუმანიტარული დახმარებების შემოდიოდა ფოთიდან და ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა და აქ კიდეც დაექნება სუნთლიანად ყოველთვის სანამ საქართველოს იარსებებს ფოთს მაგ ფუნქციას ვერ წაართვევს ვერავინ კარიბჭეა და შტაბის უფროსი ბატალიონის იმ პერიოდისათვის მაიორი თუ ვიცე-პოლკოვნიკი აღარ მახსოვს მიშა სადუნიშვილი დღეს უკვე პოლკოვნიკი სადუნიშვილი წავედით ოსეთში იქ ჩვენ ასრულებდით საბრძოლო ამოცანას ცხენვალის მისადგომებთან ხდებოდა ესე რომ სამ ნაწილად ვიყავით დისლოცირებული ერთი ნაწილი იყო შავნაბადაზე რომელიც ღებულობდა ახალწეულებს რომელიც ფაქტურად 3 თვე 4 თვე წვრთნიდა ახალწეულებს სამწუხაროდ მეტი დრო ჩვენ არ გქონდა მაგრამ იმ შეიარაღებაზე საკმარისი იყო იმ დროისათვის ტაქტიკის შესაძლებლობები შესაბამისად და საბრძოლო ხელოვნების გათვითცნობიერება პირდაპირ პროპორციულია იმ შეიარაღებისა, რომელსაც ჩვენ ფლობ და იმ შეიარაღებისა, რომელიც ჩვენ გიპირისპირდება. სამხრეთ ოსეთში კონფლიქტი გაიყინა. (1992 წლის აგვისტო. აფხაზეთში დაპირისპირება სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა. შავნაბადამ მიიღო ამოცანა, გადაესხა საზღვაო დესანტი და საზღვარი ჩაეკეტა. 14 აგვისტოს შავნაბადის ბატალიონმა განახორციელა საქართველოს ისტორიაში პირველი საზღვაო დესანტი. რაც სხვათა შორის ძალიან წარმატებულად ჩატარდა. ძალიან წარმატებული იყო თუნდაც ამ გადმოსახედიდან ჩვენ მივიღეთ საზღვაო დესანტის ამოცანა რომ უნდა გადავხარიყავით საზღვაო დესანტით და ჩაგვეკეტა რუსეთიდან შემოსასვლელი აფხაზეთის. 3 დღე გაგვამაგრებინა პლაცდარმი იმისათვის რომ ძირითადი ძალები გადმოსხდარიყვნენ. ვითხრეს რომ ჩვენ მივიდივართ სოხუმში. ასევე გაგრაში გავაკეთოთ საზღვაო დესანტი. ამ ოპერაციის განხორციელებაზე შესაბამისად ჩვენ მოვიძიეთ ყველა არსებული და არარსებული მასალები. შესაბამისად გავავლეთ პარალელები, გავითვალეთ ყველა შესაძლო და სავარაუდო ვარიანტი. ეს იყო ერთი კომეტა, კარგად მახსოვს, რომელშიც მე ვიჯექი უშუალოდ და მეორე იყო ბარჯა, რომელზეც იყო ტექნიკა და გარკვეული ნაწილი ბატალიონისა. ყველაზე საინტერესოა ეს ფაქტი, რომ ეს საკმაოდ გასაიდუმლოებული ოპერაციის დროს მოხდა ტელევიზორში გამოცხადება იმის შესახებ, რომ უკვე რაღაც გარკვეული ჯგუფი დაიზრა გაგრისკენ და უნდა მოხდარიყო დესანტირება.
პრინციპში ყველა საინტერესო факტი ესეც რომ ეს იყო პირველი საზღვაო десанტი მეგონს საქართველოს შეიარაღებული ძალების историяში. Вооруженное столкновение произошло сегодня в районе города Гагра. По другим сведениям, полученным нами из Верховного Совета Абхазии, Гагарская и Сухумская группировки войск Госсовета Грузии атаковали сегодня позиции сил самообороны Абхазии в направлении Гудаут. 180 კაციანი ქართული დესანტი ზღვიდან განთიაც მიადგა. ტექნიკის გადმოტვირთვის შემდეგ ჯგუფი ორად გაიყო. ერთი სანაპირო ზოლზე გადაადგილდა, მეორე ჯგუფი კი ქალაქში შევიდა. ცოტა ხანში ქვედა ნაპირი ჩასაფრებაში მოყვა. მაშინ მტრის მიერ ნასროლი ბომბარებით ჯგუფი ფაქტიურად მეთაურობის გარეშე დარჩა. ხელმძღვანელობა დაიჭრა და ქვედა ნაპირი თავად ცდილობდა გასვლას. ცეცხლი გავხსენით, რის შედეგადაც აფხაზებმა უკან დაიხიეს, მოხდა და სხვა შორის არა უსხვერპლოდ, იმიტომ რომ შემდეგ ავედით და იქ საკმაოდ ისეთი სისხლის ნაკვალევი ყველაფერი დარჩენილი იყო. დესანტირებისას 4 ბიჭი დაგვეღუპა და სადღაც 15-მდე დაიჭრა ჯამში. ამის შემდეგ უკვე გადაადგილება მოხდა ისე, რომ წინააღმდეგობა აღარ შეგვხვედრია. სადღაც არ მისული ლესელიძემდე მოვახერხეთ მეორე ჯგუფთან შეერთება. მეორე ჯგუფთან შეერთება უკვე ისეთი მომენტი იყო, რომ ფაქტობრივად ჩვენ მიზანს მივაღწიეთ და რუსეთის საზღვარის ჩაკვეთის საშუალება მიგვეცა რა. ძალიან კარგად მახსოვს ის მომენტი, როდესაც რუსეთის საზღვარს მივადექით და იქ ფრიალებდა რაღაც მწვანეზოლიანი ხელაშვერილი დროშა, აფხაზური დროშა და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი დროშა აგვეფრიალებინა და აქ ვიხსენებ ესეთი გიორგი გოგობრონიძე იყო და მამუკა კანთარია. კანთარიამ იმიტომ გამოთქვა სურვილი, რომ ჩემ გვარსო ახასიათებს დროშების აღმართვა და ჩვენს მიერ მაშინ მოხდა დროშის აღმართვა საზღვარზე. რის მერეც მოხდა საზღვრის ჩაკეტვა და ამ საზღვრის ჩაკეტვის მერე უკვე რუსეთ-საქართველოს საზღვარი ჩაიკეტა ფაქტიურად და უკვე ჩვენ ვაკონტროლებდით ვინ გადმოვიდოდა, ვინ გადავიდოდა. 1992 წელი 27 აგვისტო გაგრა, ლესელიძე, განთიადი ქართული შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლდება. გუდაუთის მიმართულებაზე შეტევის სამზადისი დაიწყო. ყველაზე საპასუხისმგებლო ზონა შავნაბადას ევალება. შეტევა უნდა განვითარებულიყო სამი მიმართულებით. ერთი იყო ეს საგზაო მაგისტრალი, სადაც უკვე აფხაზებს ბლოკპოსტი ეყენათ. უნდა წავსულიყავით ჩავნაბადა, ამ სანაპირო ზოლზე უნდა წამოყოლოდა ეს თელავის ბატალიონი, ხოლო მხედრიონი უნდა წამოსულიყო ამ თამთა გვერდზე, უნდა მოგეთ პარალელურად უნდა დავძრულიყავით, მაგრამ ჩვენ ვერ გავითვალისწინებთ ის, რომ თამთა და ტყეტყესიარული საკმაოდ რთულია, ეგ ერთი და მეორე, სიარულსაც თავი დავანებოთ, იქ ერთი ჩასაფრებული ადამიანი 100 ადამიანს უდრის რა. ძალიან დიდი უპირატესობა აქვს და მოხდა ესეთი რამე, რომ ჩვენ გავართვით ჩვენ ამოცანას თავი ბლოკპოსტი ავიღეთ და წინათ წავედით. მხედრიონი არა იმიტომ რომ მათი ბრალი იყო, არამედ მართლა შეუძლებელი იყო, რომ ისინი აი სისტრაფით და ამ ტემპით და თან მით უმეტეს მათ წინააღმდეგობა დახვდათ. გამოყოლოდნენ გვერდზე და შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენ გაშლ გზაზე ტყიდან გაგვიხსნეს ცეცხლი. იქ იყო წვიმა ყუმარტყორცნებიდან. დასამალი ადგილი არ გქონდა რა და ფაქტიურად ჩვენ საპასუხო ცეცხლის გახსნა იყო, რომ დაახლოებით თივისვინში ნემსი გეძებნა. აგვიფეთქეს რამოდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა და რამოდენიმე ათეული ჯარისკაცი იქნენ მოკლული ჩვენი მხრიდან. რა დროსაც შემდეგ მოვიდა ბრძანება, რომ დაგვეწია უკან ეგრეთ წოდებულ ფაცხებთან გავმაგრებულიყავით და გაგვეხორციელებია ჩვენი დანაკარგების, ჩვენი დაღუპული ბიჭების ევაკუაცია. ეგრეთ წოდებულ LTMB-სთან ერთად და რამოდენიმე ათეული ჯარისკაცი წავედით ამ პირადი შემადგენლობის გამოსაყვანად. რა დროსაც იქნა თავდასხმა ასევე ჩვენზე განხორციელებული, მაშინ მეც უკვე მეორედ საკმაოდ მძიმე დავჭერ თავის არეში. ისეთნაირად მოხდა, რომ ჩვენ ერთმანეთი არ მივატოვეთ და თვითონ უკვე ჩვენივე ზურგით, ესე რომ ვთქვათ, მეც რა თქმა უნდა უკვე სხვისი ზურგით მომიწია უკან დახევა. ამ შეტაკებებში ფაქტიურად შავნაბადის ბატალიონმა კატასტროფა განიცადა რა, უბრალოდ 70 კაცი კიდევ იძახი დაგვეჭრა, 25 დაგვეღუპა და თითქმის ბატალიონი როგორც ასეთი, როგორც საბრძოლო ერთეული აღარ არსებობდა. ფაქტიურად დაღამებას დაველოდე და ისე გამოტრიალდით უკან საკმაოდ დიდი მსხვერპლით, საკმაოდ დიდი დაჭრილებით მე მაგრამ ახსოვს. მეორე დღეს ერთ გემში ჩავსხედით მთელი შავნაბადას ბატალიონი და გამოვემგზავრეთ უკან. შავნაბადას ბატალიონი გამოვიდა სადღაც 2 კვირის მერე, მე არ ვამბობ ამას, ახლა შავნაბადას ბატალიონი გამოვიდა და იქ ყველაფერი დაიქცა. ამის გულისთვის არა, უბრალოდ რომ გავიხსენო შავნაბადას ბატალიონი რომ გამოვიდა 2 კვირის შემდეგ, რაღაც პერიოდის შემდეგ ჩვენ მერე ის გაგრა და ის ყველაფერი დავყარდით.
1993 წელი 2 ივლისი დამიში ყველაზე მძიმე დღე ბატალიონი ახალ კინთხშია განლაგებული პოზიციები რამდენიმე კილომეტრით მოშორებითაა ბაზის მორიგე პოზიცია ან ვაარხუზე კავშირს ვერ ამყარებს მიღებულია გადაწყვეტილება დამატებითი ჯგუფის გაგზავნის შესახებ ჩვენ პოზიცია გვქონდა ანარხუზე და ბაზა გვქონდა ახალ კინთხში სადაც ვისვენებდით რა დამსვენებელი ჯგუფი სადაც იდგა სადაც მორიგე ბატალიონისამ კავშირი ვერ დაამყარა პოზიციაზე წინა დღეს 1 ივლის შედარებითი სიმშვიდე იყო ბრიგადის მეთაურობა დანაყოფებს ამოწმებდა გვიან ღამე პოზიციიდან შეტყობინება მოდის მოწინააღმდეგე გააქტიურდა და სროლები გახშირდა გამთენიისას დაბომბვა დაიწყო ცეცხლის ინტენსივობა მატულობს ბატალიონის მეთაურის შტაბთან კავშირს ვერ ამყარებს და შიგრიგს გზავნის ინფორმაცია ასეთია თითქოს ყურეში შემოვიდა გემები რუსული დროშის ქვეშ და რომელიღაცამ დესანტის გადმოსვლა მოახერხა დაბომბვა უფრო აქტიური ხდება და არავინ იცის ვინ ისვრის მტერი თუ ჩვენები დანაყოფის სრულ საინფორმაციო ვაკუუმში მოექცა აქ იყო ლაპარაკი რამოდენიმე სადესანტო გემის შემოსვლაზე იყო ლაპარაკი 500-ზე და მეტი კაცის დესანტის შემოსვლაზე ეს უზარმაზარი ძალა რომელიც იმ მმართველობაზე რა ვიცი რაღაც დანასავით რაღაც მუშტივით და სერავდა და ყველაფერს ანგრევდა თავის გზაზე. არსებული ინფორმაციით ეს იყო პატარა 10-15 კაციანი ჯგუფები. საჭირო იყო მათი ნეიტრალიზება. შავნაბადას უნდა გადაეკეტა სოხუმის მიმართულება და ლაბრაში ემოქმედა. გამზადდა 2 ოცეული ჩაისხა მანქანებში. 1 ოცეული კი ბრიგადის მეთაურმა მიამაგრა. კოლონაში 2 ჯავშან მანქანა, 1 ურალი, სადაც ძირითადი ძალა იჯდა და უკან ჩამკედი კიდევ 1 მანქანა იყო. კოლონა ლაბრის მიმართულებით დაიძრა. თიდან ვხედავ ადგილობრივი ასულის მეთაური მიქნევს ხელს და ჩემთვის ახლა ეს ალბათ ნიშანი იყო იმისა, რომ აბა ბედნიერად, აბა თქვენ იცით რა სიზამთ. საერთოდ ჯამში ეს ყველაფერი საერთოდ პირიქით იყო თურმე ყველაფერი. შემდგომ ერთმა გამოყვება ცოცხლები დავრჩეთ. შემდგომ საუბარში, შემდგომ ასე ვთქვათ, ანალიზში გაერკვა, რომ ის ხელს ვიქნებდა აღარ წახვიდეთ იქითკენ. ეს იყო მისი ნიშანი, რომ იქითკენ წასვლა აღარ შეიძლება. წარმოიდგინეთ, რომ ეს გზა აბსოლუტურად ჩვენს მიერ კონტროლირებადი იყო. ოჩამჩირემდე და სოხუმამდე. თუნდაც ის მონაკვეთი ლაბრამდე ვერ მისულები ვიყავით. წარმოუდგენელი იყო, რომ ვიღაცა ყოფილიყო. შეიძლება და ყოფილიყო მცირე ჯგუფი, რაღაც დივერსიული ჯგუფი შემოსულიყო 10-15 კაცის შემადგენლობით, მაგრამ აი ეს მომენტი, რომ უკვე აი გავსდით თუ არა მოსახვეს დაახლოებით 100 მეტრი იმ პოზიციებიდან, სადაც ჩემები დგანან. არ მისული პოზიციებიდან, სადაც ისო ჩვენები დგანან, მარცხნიდან, მარჯვნიდან. ნუ პრინციპში ჩვენ ვაკონტროლებთ ყველაფერს და უცებ მტერი და მტრის ცეცხლის ქვეშ ვარ. იმდენად გაიზარდა ეს ჩვენი ასე ვთქვათ დასხრილების და ჩვენი ასე ვთქვათ მიზანში ამოღების ინტენსივობა და სროლა, რომ რეალურად არც გადაწყვეტილების მიღების დრო იყო, რეალურად არც მანქანის გაჩერების დრო იყო. ეს იყო რაღაცა წამების განმავლობაში ჩემს მიერ დანახული ქაოსი. ქაოსი იმისა, რომ ჩემს წინამავალი მანქანა რამოდენიმეჯერ მოხდა მათ ჭურვი. მანქანა ბუნებრივია, ეს თქვა საბრძოლო მანქანა გადავიდა გზიდან, გაჩერდა, მასზე მშვიდობი ხალხი გადმოხდა. ამასაც მეუყურებთ და ჩაება ბრძოლაში. ეს იყო რაღაცა წამიერი. ჩვენ ვერ მოვახერხეთ გაჩერება. იყო ბრძანება ჩემს მიერ გაცემული, რომ გააჩერენ მარჯვნივ. მანქანამ დაიწყო გაჩერება. ძალიან ძნელია ეს მძღოლის გამომატყულებაზე ვხედავდი, რომ ეს ყველა ასე თქვა, ყველა ძალას ხმარობდა და ყველა თავის ნების ყოფას, ყველაფერს მანქანა გააჩერებინა, მანქანა ძნელია გააჩერება, მithmetet ბორცე ხალხის ის. ჩვენთვის შეიძლება ნაკლებად აბსტრელება ზონა, რომ თქვენ ეგეთი ვერ შევარჩიეთ. სადაც კი არ მივაყენეთ მანქანა გასაჩერებლად ამ დიდ სიჩქარეზე, ასე თქვა, მარცხნივ, მარჯვნივ, ეს ყველაფერი რაღაც წამების განმავლობაში ხდება. ყველგან ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მოვხდით. მანქანას რამოდენიმე ჭურვი მოხდა. მოხდა ბორჩი, მოხდა ჭურვი, რომელიც შემდგომ ზღოს ფეხები დაუზიანა. ჭურვი, რომელიც კარებში შემოფრინდა და ჩემ ფანჯრიდან გაფრინდა, რომელიც არ გასკდა. ეს არის წარმოუდგენელი, მე ეს რაღაცა უბრალოდ არ გამიგია, არ მინახია, ვერ წარმოვიდგენია. ეს იყო ჩვენი ბედი. და ყოველთვის მოვახერხეთ მანქანიდან გადმოხტომა. თვითონ მანქანაზე უკვე მსხვერპლი იყო. ვინც მოასწრო გადმოსვლა გადმოვიდა. მე რეგულარიტეტი. ტრაგედია, იმიტომ რომ მე ჩემი ასმეთაურით და სკოლის დაჭრილი მსგავსად მოხდით ის ერთ მხარეს, მეორე მხარეს აი ეს გამაგრებული პოზიციები, ტრის, რომლებიც არაადამიანური და რაღაც არანორმალური ინტენსივობით უშენდნენ ცეცხლს გაჩერებულ მანქანას. გადმოხდა ხალხს. ყვირილი გოდება გაცემული იყო რამოდენიმე ბრძანება ჩემს მიერ, რომ არ ჩანებოდებოდი, იმიტომ რომ აქ უკვე ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. ხედავდნენ, რომ ეს ყველაფერი უახლოვდება
ძალიან ცუდ დასასრულს, ვინაიდან წინამორბედის გაწევას ვერ ვახერხებთ. ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, აი ხურცის მანქანაში, საიდანაც გამოსასვლელი არ არის. 20-30 კაცის შემადგენლობით დაახლოებით 500 კაცში. მოყევით ცეცხლში. ეს ხო ძალიან ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ძალიან ეფექტური მიწვისთვის ოპერაცია მათ მიერ ჩატარებული გზაზე შახმატისებურად განლაგებული. უკედანაკოფები 10-15 კაცის რაოდენობით, რომლებიც პრინციპში არ გვაძლევს საშუალებას არც მარცხნივ, არც მარჯვნივ დაგვეჭერებინა მანქანა მთელს მიმართულებაზე, ასე ვთქვათ, რამოდენიმე კილომეტრის გაყოლებას. ის დღე იყო, როცა ნატრულობდი დარჩენილი ყავი იქ. ყოველ შემთხვევაში რამდენიც მოვახერხეთ გავწიეთ წინააღმდეგობა. დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში იყო ეს ბრძოლა. საბოლოო ჯამში დავწმუნდი, რომ გზის მეორე მხარეს უკვე არავინ არ პასუხობდა. ჩემში ძახილზე იქიდან არანაირი რეაქცია არ იყო. ნიშანი იყო იმისა, რომ ცოცხალი არავინ აღარ იყო დარჩენილი. უკვე ბინდებოდა, რომ მე და ამ ჩემმა დაჭრილმა მებრძოლმა დავიწყეთ რეზულგიდან გამოსვლა. 3 დღე გამოდიოდა აფხაზეთის ტერიტორიიდან, სადაც იქ იყვნენ რუსი სპეცნაზელებიც და ის აფხაზებიც იმ ტერიტორიაზე და თან მოყავდა დაჭრილი თანამებრძოლი. დღე იმალებოდნენ, ღამე გამოდიოდნენ და გამოვიდა უკვე ცოცხალი აღარ გვეგონა. ძალიან გვიხარდა მაშინ მისი გადარჩენა. ამიშის მიმართულება რთული ადგილმდებარეობით გამოირჩეოდა. სწორედ ეს წერტილი შეარჩია მოწინააღმდეგემ შტურმისთვის. ჩანაფიქრში რუსმე დესანტეებს სოხუმისკენ მისასვლელი უნდა ჩაეკეტათ და ეს ქალაქი აეღოთ. შესაბამისად გზა მოეჭრებოდა ქართულ ძალებს. არ ვიცი, რაღაცა გზაში შემეცვალა გადაწყვეტილება, რაღაც მაინც ადამიანს შეიძლება გააჩნია რაღაც აი წინასწარ, რაღაც საფრთხის წინასწარ, რაღაც მოლოდინის ინტუიცია, მაგრამ არ ვიცი რა იყო ეს. ყოველ შემთხვევაში მე რაციაშივე გავეცი ბრძანება, რომ მეორე 20-ეული დარჩენილი იყო, როდესაც გაუსწორდით ჩვენ აი მანავრხოს მთას, ხიდი იყო გადასასვლელი მთის შემდეგ უკვე. იქ გავეცი ბრძანება, დამეტოვებინა 1-20-ეული და გამეძლიერებინა აი ეს მეთაური, რომელსაც დავპირდი მე წინა საღამოს, გამეძლიერებინა მისი პოზიციები. 1-20-ეული ვიყავით. მაშინ ანახოს 1-20-ეული ვიყავით და გამთნიისას იმ ღამეს სრული სიჩუმე იყო, არანაირი არც სროლები, არაფერი არ ჩვენ არ აქონია ჩვენ პოზიციას. სხვა პოზიცია კი გვასმოდა ახლა ჩვენ სროლების ხმები რაღაც. და დიდ გამთნიისას მოულოდნენ და ზედ დაგვადნენ რუსები. რუსები იყვნენ უკვე თავისთავად უკვე ლაპარაკი გვასმოდა რუსულად. მაგათება ლაპარაკი გვასმოდა. თვითონ მე უკვე გათენდა გამთნიისას უკვე გავერკვეთ სიტუაციაში ჩანდნენ. იან ჩანდნენ უკვე 20-25 მეტრაში ქონდა ბრძოლა. ამ სიმაღლედან კარგად ჩანდა იმ ზღვაზე მოახლოებული გემები და ამ გემებიდან გახსნილი ცეცხლიც, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარი იყო ეს გემები ვის ემსახურებოდა ჩვენ თუ მოწინააღმდეგეებს, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ რა თქმა უნდა საბრძოლო მდგომარეობაში ვიმყოფებოდი და ჩვენ წინასწარ მომზადებული კარგი აკოპები და ბლინდაჟები ქონდა. რამაც მთლიანობაში გადაარჩინა ეს ჩვენი ქვედანაყოფი მთლიან განადგურებას, იმიტომ რომ რამოდენიმე საათის შემდეგ დაიწყო ინტენსიური შემოტევა ასევე ამ მთაზეც. ჩვენ გვიტევდა 3 ტანკი წინააღმდეგის მხრიდან პირად შემოადგენლობაზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ალბათ რა 1-2 ასეული. წელი 8 დღე ვიყავით ალყაში. 2 ივნისიდან 8 ივნისამდე ალყაში ვიყავით. ახმარებას ვერ აწარმოებდა ჩვენი ბატალიონი ჩვენზე. იმიტომ რომ ყველგან თუმე ეს რუსებს აღებული ქონათ უკვე დესანტი ყოფილი იყო შემოსული რუსებს. პერვის დესანტი აღებული ქონათ ყველა პოზიციები. სოხუმი აღარში იყო ფაქტობრივად მოქცეული. ძალიან გაჭირდა რა ეს ბრძოლები. ყველაზე დიდი შემოტევა შემდეგ დაიწყო ბოლო დღეს, უკვე 11-ში, როდესაც შემოგვიტიეს უფრო მასშტაბურად, დაახლოებით 5 ტანკით, მაგრამ ჩვენ ამ დროისათვის მოახერხეთ და დავმინეთ თლიანის გზა, საიდანაც კი შეიძლებოდა ტექნიკა შემოსულიყო და პირადი შემადგენლობა, რამაც ფაქტურად გადაგვარჩინა. ვინაიდან მათი ტანკებმა გადაწყვიტეს პირდაპირ შემოსულიყვნენ პოზიციებზე, მაგრამ რა თქმა უნდა, როცა შედგნენ მინებზე, ორივე ტანკი ადგილზე აფეთქდა და ამ ორივე ტანკმა ფაქტურად გადახერგა დანარჩენი ტექნიკისთვის შემოსავალი გზა. მოწინააღმდეგემ ფაქტურად აღარ ქონდა იმის საშუალება, რომ განეხორციელებია ტექნიკა, მით უმეტეს ხევიც იყო ქვეით საწინააღმდეგო მინები დანაღმული. ჩვენ გვესმოდა იმ ხევში აფეთქებების ხმა, მაგრამ ვერ გეტყვით თუ რამდენი დაიღუპა, ვინ დაიღუპა, მაგრამ ალბათ მოსინჯეს ფონი, მაგრამ როცა შეაწყდნენ იქაც დამინულ ველს, გადაწყვიტეს ალბათ რომ ვერ შემოვიდოდნენ.
ამისთან იბრძოდა ყველა: შავნაბადა, თეთრი არწივი, ავაზა, ორბი, ხედრიონი და თითქმის ყველა შეიარაღებული დანაყოფი. გაერთიანებულმა ქართველებმა ეს ბრძოლა მოიგეს. მოგვიანებით შემოვიდა ტამიშის მხრიდან ჩვენი დახმარე ძალა, გამსახურდიას მომხრე შემადგენლობა ლოქი ქობალიას ხელმძღვანელობით და ჯაბაიოსელიანი და რადგან პარადოქსული არ უნდა იყოს. ამოვიდნენ ჩვენები, გახსნეს დაკეტილი იყო გზა, ოჩამჩირე სოხუმის გზა იყო დაკეტილი აფხაზების მიერ, მე გახსნეს ეს გზები ყველაფერი. მოგიყვანეს და კი სხვაპილი ყავდა ჩვენს. ბევრი სხვაპილი ყავდა მაშინ. ამ ბრძოლის ერთ-ერთი თავისებურება საინტერესო ის იყო, ეს ალბათ შავნაბადას ახასიათებს რისკის მაღალი ფაქტორი და მიუხედავად რისკისა მას ბედი იწყალობდა ბევრ რაღაცაში. არტილერიის ცეცხლი, რომელსაც კოლექტირებას აძლევდა შავნაბადის მებრძოლები, ფაქტურად პოზიციიდან 20 მეტრში ვარდებოდა. ეს მიუღებელია, იმიტომ როგორც არტილერისტებს შემდგომში ჩვენ ვესაუბრეთ, ნებადართული არის პოზიციიდან ცეცხლის კოლექტირება მხოლოდ 200 მეტრში. ეს ფაქტურად ცეცხლის საკუთარ თავზე გამოწვევა იყო. შედეგები ცნობილია, ეს ანარქულ შენარჩუნდა და შესაბამისად მოწინააღმდეგემ თავისი მიზნები ვერ შეასრულა. ის საფრთხე, რომელიც შეიძლება სოხუმს დამოკრებოდა, კიდე დიდი ხნით გადაწეული იქნა. მე არ ვიცი ზუსტად საერთოდ რამდენი დაიღუპა იქ იმ დროს ამ შესაძლოა დროს საერთოდ მე მაქვს ხედულობაში ჩვენი ქართული ჯარის მხრიდან შავნაბადის ბატალიონში დაიღუპა 19 ოფიცერი. მე ხარ რამდენიმე მაგალითი შემიძლია გავიხსენო, თუნდაც როლან წერეთელი. ის დაიღუპა 93 წლის 9 ივლისს თავის დაბადების დღეს და ამ დღეს მას 16 წელი შეუსრულდა. 2 დღის მერე ბატალიონი გამოვიდა სრული შემადგენლობით და დაუბრუნდა ფოთს. 1993 წელი 16-17 მარტი გუმისდა. რუსული გენერალიტეტის მიერ დაგეგმილი ოპერაციით ტრის ჯარი სოხუმში შედის. დაიწყო ტოტალური შეტევა. სოხუმი თითქმის ცარიელი მტერი ქალაქში გამოჩნდა. აფხაზები სოხუმის აღებას უკვე ზეიმობდნენ. რუსულ საინფორმაციო არხებში მაშინ გავიდა ესეთი ინფორმაცია, რომ მოხდა სოხუმის აღება, ესა 16-17 მარტი. როდესაც მოხდა სოხუმის ორმაგი ზღუდის გარღვევა, აბსოლუტური გარღვევა, დამთავრდა, აღარანაირად არ ჩანდა სოხუმის გადარჩენა. გუდაუთაში უკვე შამპანიურები გაიხსნა და ერთმანეთს ულოცავდნენ სოხუმის აღებას და იმ ღამეს ჩამოფრინდა შავნაბადას ბატალიონი. სოხუმს აქ ესეთი ახალი რაიონი რა და უკვე გამარჯვებულებს სხვა შორის შეტევის ავანგარდი იყო ეს მაგრამიანის ბატალიონი. შეიძლება ითქვას, რომ ამხელა დანაკარგი აფხაზებს შეესწრებათ, რომ მთელი ომის მანძილზე არ მიუღიათ, რაც მაშინ მოხდა, იმიტომ რომ ფაქტობრივად გამარჯვებული ჯარი შემოდიოდა მარშით სოხუმში და იცოდნენ, რომ იქ წინააღმდეგობის ძალა აღარ არსებობდა. მართლა აღარ არსებობდა და ამ დროს მოხდა, რომ ეს არც თუ ისე დიდი ჯგუფი მაშინ თუ არ ვწდები, სულ 120 კაცი იყო შავნაბადას ბატალიონი, მაგრამ ეს მოულოდნელობის ჩასაფრების ეფექტმა ძალიან დიდი თავის შედეგი გამოიღო და მაშინ მოხდა ამ მაგრამიანის ბატალიონის მთლიანი განადგურება. ჩასაფრებაში ბატალიონმა შემოუშვა მოწინააღმდეგე და ამოწყვიტა. ამან ფაქტურად გადაარჩინა იმ პერიოდში სოხუმი უფრო დიდი საფრთხისაგან. 16 მარტი თენდებოდა. დილის 3 საათი იყო, როდესაც ბომბავდნენ რუსების ვერტალიოტები და გამოგვიცხადეს განგაში და ჩვენი მეთაურის კობა კობალაძის მეთაურობით მოგვცეს მიმართულება სოხუმის აღარშენის დასახლებაზე. სადაც იყო გარღვეული ხაზი და შემოსულები იყვნენ აფხაზები მთლიანად ჩვენ ტერიტორიაზე. ჩავედით იქ შტაბის უფროსი იყო, იქ ადგილობრივი ხალხი იყო და შტაბის უფროსმა მიმართულება ვერ მოგცა, იმიტომ ძალიან ქაოსი იყო შეტანილი ჩვენს შორის და მოხდა ისეთი რაღაცა, კობალაძემ თავის თავზე აიღო ეს ყველაფერი და კობალაძის ბრძანებით შევედით სულ ყველა ერთი მიმართულებით. და ის მიმართულება რაღაც გაურკვეველი სიტუაციაში ხტოვებდა და ცოტა ხნით კობალაძე შევიდა დაზვერვაზე და
იმ ადგილიდან გამოვედით, დავიხიეთ უკან სადღაც 200 მეტრი და დავიკავეთ ის ადგილი, საიდანაც ჩვენ შეგვეძლო რომ წრისათვის გაგვეწია წინააღმდეგობა. და ის პერიოდი იყო რომ შემოდიოდნენ და უკვე გათენების პერიოდიც გათენდებოდა და იქიდან ჩვენ ვაწარმოებდით ბრძოლებს. უხუცბად გამზადებული იყო მეშოკები, ტომრები სილის ჩავალაგეთ, გავამაგრეთ ჩვენი პოზიციები და ჩვენ პოზიციაზე ვიდექით და ისინი შემოდიოდნენ. და იმ დროს გადავარჩინეთ, რა თქმა უნდა, სოხუმი მართლა ჩვენ გადავარჩინეთ, სატრაბახოთ არ ვიძახი მაგას. მართლა ჩვენ გადავარჩინეთ სოხუმი დაცემას. ბრძოლის წინ ჩვენ არ ვიცოდით რა მოხდებოდა იმის შემდეგ. და ალბათ ჩვენ რაც გადაგვარჩინა და რამაც გადაგვატანინა ეს პერიოდი, ეს არის ჩვენი ერთიანობა. რომ თითოეული ჩვენგან მემახსოვს ბიჭები, მემახსოვს ჩემი ჯარისკაცები, ჩვენი ჯარისკაცები, თითო ჭრილობა ვისაც ჰქონდა და მოძრაობა შეეძლო, ის ბრძოლიდან არ გადიოდა. იმიტომ რომ ეს ჩვენია, მე ჩემს მეგობრის გვერდზე უნდა ვიდგე. ეს ჩემი მიწაა და აი ეს ერთიანობა მახსოვს, აი ეს სულისკვეთება მახსოვს, აი ეს ანთებული ბიჭები, აი ეს ჩვენ თითოეული ჩვენგანში მე ასე ვფიქრობ, რომ აი ეს რაღაც ცეცხლიანთია სამშობლოს სიყვარული, რასაც ქვია ნორმალური, ჩამოყალიბებული, ერთიანი, ძლიერი ქვეყანა. ამას უბრალოდ ალბათ სულის შებერვა უნდა, ჩანერგვა უნდა, შთაგონება უნდა იმისი, რომ თითოეულ ჩვენგანში აი იმ გულებში, აი იმ ბიჭების გულებში ეს ცეცხლი გავაღრმავთ. და ალბათ აი ეს გაკეთდა და ეს ალბათ მომავალშიც გაკეთება, რომ აი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ თუ გავიმარჯვებთ, ეს იქნება ჩვენი ერთიანობა, ეს იქნება ჩვენი გვერდში დადგომა. რაც ჩვენ გქონდა და რაც რაღაც პერიოდში ჩვენ შემდეგ ცოტა დავკარგეთ. ჩვენ საერთოდ ჩავნაბადელები წინაპართა ტრადიციებს რაზდროს არ უღალატებთ. არასდროს არ ვივიწყებთ მათ მიერ განვლილი გზებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ბრძოლა შეეხება და სამშობლოს დაცვას შეეხება. ეს არის ჩავნაბადას ბატალიონის პირველი დროშა, საბრძოლო დროშა, რომელსაც ფაქტურად ყველა ბრძოლა აქვს გამოვლილი, რომელიც ჩავნაბადას ბატალიონმა თავის თავზე გადაიტანა. ამ დროშის საფუძველზე ჩვენ შევქმნით ახალი დროშა, აღვადგინეთ და იგივე ფასი, იგივე ღირებულება აქვს ჩვენთვის და იგივე ღირსების საფასური არის, რაც ეს დროშა, პირველი შავნაბადას დროშა. ეხლა რაც შეეხება სხვა დროშებს, რომელიც შავნაბადას მებრძოლებმა თავისი სისხლით მოიპოვეს ბრძოლებში. ეს არის კავკასიელი კონფედერატთა დროშა, ჩეჩნების ბატალიონის დროშა, რუსლან გილაევის მიერ შემოყვანილი ქვედანაყოფები. აი ამ დროშით იყვნენ დარაზმული ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ ქართველებმა კონკრეტულად ჩავნაბადელებმა ერთ-ერთ ბრძოლაში დაამარცხეს ისინი და ეს დროშა ჩვენს ხელში დარჩა. და პირველი ჩავნაბადელებმა ეს დროშა ჩვენ გადმოგვცეს, რომ შავნაბადთა ბატალიონის მებრძოლები აღზრდილი იყვნენ წინაპართა წარსულის ნაბიჯებზე ნიადაგზე. ეს კი ყველასათვის ცნობილი დროშა არის აფხაზთა დროშა. ესაც ბრძოლით არის მოპოვებული. აი ეს დროშა BMP-დან არის ჩამოხსნილი. ქვეთა საბრძოლო მანქანიდან, რომელიც ქართველებმა შავნაბადელებმა აუფეთქეს მათ და წაართვეს. ეს კი არის კაზაკთა დროშა. კაზაკთა დროშა. საფხულის პერიოდში მიმდინარე ოპერაციების დროს ჩვენ არაერთჯერ წავწყობილ ვართ ისევ კაზაკებს ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლოდ წამოსულებს. 1993 წელი, სექტემბერი. დაიწყო მასიური შეტევა სოხუმზე. ქართული სამხედრო შენაერთები კვლავ დაიქსახსა. ნაწილმა სოხუმის დაცვის ნაცვლად 20 შეუდია. ეს იყო ხალატი. ეს ერთადერთი ბრძოლა წააგო შავნაბადამ. ეს იყო ბოლო ბრძოლა ფოთთან. ეს გამსახურდიას მომხრეების შემოტევა იყო, ეს 93 წლის ბოლო იყო, უკვე როდესაც ძალიან ცუდი თამაში მოხდა მაშინ. სოხუმზე და ფოთზე ერთდროულად დაიწყო შეტევა, მაშინ მოიგერიეს შეტევა. და შემდეგ უკვე სხვა სცენარი დატრიალდა, მოიხსენებათ ბატალიონმა მაშინ პირველად წააგო ბრძოლა. მაგრამ მანდ უფრო პოლიტიკური ფაქტორი იყო, ვიდრე ის უბრალოდ შეიძლება დღევანდელი გადასახეთიდან არ ვიცი, სხვა მაგანსაჯონეს. უბრალოდ მანდ სხვა ფაქტორი წავიდა, იმდენად დიდხანს იყვნენ ესენი, რომ ქართველებს შორის
სისხლის დაღვრას მოერიდნენ. გაუთავებელი ბრძოლებით დასუსტებული ბატალიონის დაკომპლექტება რამდენჯერმე შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ. შავნაბადა თანდათან დაიშალა. ყველა ნაწილს თავის ბეჭედი აქვს. როდესაც დავინიშნე თავდაცვის მინისტრის მიერ ამ ბატალიონის მეთაურად, აღმოჩნდა ჩვენ ხელში ეს ბეჭედი. და რამოდენიმე ოფიცერი, ვინც ყოფილი შავნაბადელი იყო, მათი მეშვეობით გაირკვა, რომ ეს ის ქვედანაყოფია, რომელიც ყოფილი შავნაბადა იყო. ამის მერე დაიწყო ამ ბატალიონის სახელის აღდგენა და ამაზე დავიწყეთ მუშაობა. ამ ახალგაზრდა ოფიცერებმა წარსულის დაკარგვა რო არ გვინდა ამ მაგმიზნი. ჩვენ ბატალიონის გამასხავებელი ნიშანი არის შავი ბერეტი გრიფონით, რომელიც არის ჩვენი ბატალიონის სიმბოლო და რომელიც ჩვენი თითოეული ჯარისკაცი ატარებს სიამაყით. ჩვენ თავდაცვის მინისტრის მიერ გადმოცემული ქონდა ეს ძველი შავნაბადის დროშა და ფაქტიურად ის გრიფონი, რაც დღესდღეობით ჩვენ ახალ დროშაზეა, იქიდან მოდის. აი ჩამოყალიბების დღიდან ის გრიფონი ისევ არსებობს. ეს უფრო ღრმა მესხური ტრადიციებიდან, მოსოხებიდან ვითომ მოდიოდა აი ეს მგელი, რომელსაც ისა სფინქსი, რომელსაც აქვს მგლის თავი, ცოტა აგრესიულად თათიაკაწეული და ეს იყო ძლიერების და ვიტყვიან მარადისობის რაღაცა ემბლემა. ფრთებია ეს მობილურობას ნიშნავს ჩვენთვის, ლომის ტანი აქვს სხეული ამ ცხოველს, ეს სიძლიერეს ნიშნავს, არწივის სახი აქვს და თვალები ეს დაზვერვა და ასე შემდეგ. ბატალიონს ყავს მაგის საშუალება, აქვს მაგის საშუალებები და ყურები, რომელთაც ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვართ რა, ფაქტიურად აი ესე იშიფრება. უკვე დღევანდელ დროში ბატალიონმა კვლავ პირველმა განახორციელა საზღვაო დესანტირება ყულევის მიმართ. ამ გარემოებამ 2004 წლის მაისში ასლან აბაშიძე აიძულა ხიდები აეფეთქებინა და რეგიონიდან გაქცეულიყო. ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა ხანგრძლივი წვრთნა. 2003 წლიდან ბატალიონი ხელახლა დაკომპლექტდა. დაიწყო წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა. ამ შერჩევის შემდეგ ბატალიონმა გაიარა სამთვიანი წვრთნის და აღჭურვის პროგრამა. შტაბმა გაიარა ისევ და ისევ ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან მომზადების საშტაბო კურსი. პარალელურად მიდიოდა ბრიტანელებთან სამშვიდობო ოპერაციების კურსი.
დღეისათვის ბატალიონი ყოველდღიურად ამუშავებს შეტევით და თავდაცვით ოპერაციებს. ყოველდღიურად ჯარისკაცები ინტენსიურ წვრთნას გადიან. ისინი ემზადებიან ომისთვის, მშვიდობის შესანარჩუნებლად. ყოველთვის ქონდა სურვილი ჩემი თავი და შესაძლებლობა გამომეცადა საბრძოლო ქვედანაყოფში. და ჩემი სურვილები ახდა, რამე თუ მოხდი შავნაბადას სუბუქვეით ბატალიონში. ჩემთვის ეს არის პირველ რიგში ეს ოჯახი. აქ არის ჩემი ძმაკაცები, რომელთანაც მე მიწევს ახლა ერაყში წასვლა და მარტო ერაყში კი არა, მე მზად ვარ ამ ხალხთან ერთად წასვლა ცხინვალში თუ მოგვიწევს ან ნებისმიერ ადგილას. რამდენადაც ამაყვარის ის რომ მსახურობდა მე მსახურობ ჩემ ქვეყანას, მით უმეტეს შავნაბადის ბატალიონში მსახურობ და მით უმეტეს მყავს დაზვერვის ოცეული. თელ ბატალიონში არის დაზვერვის ოცეული, რომელიც უზრუნველყოფს ბატალიონის ამოცანების შესრულებას. გადავწყვიტე ყოფილიყავი სნაიპერად, იმიტომ რომ მქონია ადრე შეხება ამ იარაღთან და ჩავთვალე რომ უფრო მეტ სარგებელს მოვუტან ჩემ ბატალიონს, როცა ვიქნები სნაიპერად. უფრო მეტის გაკეთება შემეძლება ჩემი ოცეულისთვის. ყველაზე მძიმე მე მგონი აი ეს თვითშეგნებისთვის, აი მებრძოლისთვის, აი ისევ და ისევ საბრძოლო ვითარებაში მოხვედრა. კი წვრთნა არის, მომზადება, გამოცდილება ის წვრთნის დროს, მაგრამ რეალურად მებრძოლმა რომ ნახა, აი ეს რაც უნდა რისთვისაც ემზადებოდა ფაქტიურად თლილი ბატალიონი, ძნელი არ იყო, უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტი იყო, რომ თავის უკვე მიეცა საშუალება მებრძოლს, ოფიცერს თავის აი ეს მებრძოლის სული გამოევლინა და თავისთავი ენახა იმ ბრძოლა იქნებოდა თუ სამხედრო ოპერაცია. პირველი საბრძოლო ნათლობა დღევანდელმა ბატალიონმა სამხრეთ ოსეთის კამპანიაში მიიღო. მაშინ გიორგი ლომაძე დაიღუპა. ცხინვალის მოვლენების დროს ჩემთვის აი როგორც მეტაურისთვის ერთ-ერთი რთული დღე იყო, როცა გამთენისას გავიგე, რომ ჩემი ჯარისკაცი ძიმეთ იყო დაჭრილი. შემდგომში კი გავიგეთ, რომ იგი დაიღუპა.
რა ვიცი, ყოველთვის მე გამიგია ხოლმე უფროსი ოფიცრებისგან, რომ ღმერთმა არ გამოგაცდევინოს ის, რომ შენ ოჯახში მიიყვანო შენი ჯარისკაცი მკვდარი. და აი ეს გამოცადე მე. ძალიან ძნელი იყო ჩემთვის, წარმოგიდგენთ 25 წლის ბიჭი საკუთარ ოჯახში თავის ფეხი წამოვიდა და შენ უნდა მიიყვანო. და დედმამას უთხრა, რომ თქვენი შვილი აღარ არის. 12 აგვისტოს უკვე დილიდან დავიწყეთ მოძრაობა ჩვენთვის მოცემულ ტერიტორიაზე. ავედით, დავიკავეთ პოზიციები. მე და გიორგის მოგვიწია ერთად ყოფნა. ავთხარეთ სანგრები, მქონდა ინფორმაცია, რომ როგორც დაღამდებოდა, იწყებოდა მოწინააღმდეგის შემოსვლა. სექტორები ავიღეთ, საიდან ცველოდით მოწინააღმდეგის გამოჩენას. სადღაც 12 საათი იქნებოდა ღამის. დაიწყო უკვე სროლები. გამოჩნდა მოწინააღმდეგის გადაადგილებები და ჩვენ ამ მიმართულებით გავხსენით ცეცხლი. ჩვენი საფარი აღმოჩენილი იყო მოწინააღმდეგისგან და გვიპირებდნენ შემოსვლას ფლანგიდან. გიორგის უთხარი, რომ მე გვერდით მხარეს მივაქცე ყურადღებას, მეთქი და შენ პირდაპირ იყურე მეთქი. ამ დროს ავტომატის მობლეჯერი გაისმა და გიორგი ჩემ ნათქვამზე რეაგირება არ გააკეთა. მივხვდი, რომ უკვე რაღაც მოხდა. ჯერ დაიწყო ძლიერი დაბომბებით, იბომბებოდა მთლიანი ჩვენი პოზიციები. იყო მასიური დაბომბვა, მთლიანი ამ ტერიტორიების დამუშავება. როდესაც შეწყდა, მოწინააღმდეგე ძალა ცდილობდა გაერღვია პოზიციები და სოფლის მარჯვენა ფლანგიდან, ზურგიდან შემოვლა ცდილობდა. ძლიერი შემოტევა იყო მოგერიებული, იყო ძლიერი ცეცხლი ჩვენგან გახსნილი. მოწინააღმდეგეს მივაყენეთ ძალიან ძლიერი დანაკარგი დაზიანება, იმისით გამოიკვეთა, რომ უკვე მოწინააღმდეგე დროების და დაჭილების გაყვანა ცდილობდა მაქსიმალურად. შავნაბადას სახელი უკვე მთელმა მსოფლიომ იცის. ერახში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად კოალიციური ძალების სარდლობამ ყურადღება შავნაბადას ბატალიონზე შეაჩერა. სწორედ ეს დანაყოფი აიღებს საკუთარ თავზე ბაღდადში ყველაზე საპასუხისმგებლო ზონის დაცვას. 600 ქართველი შავბერეტიანი მწვანე ზოლს გააკონტროლებს. ამ სექტორში ერაყისა და გაეროს სტრატეგიული ობიექტებია განლაგებული. შავბერეტიანები ერახში წასვლამდე სპეციალურ დისციპლინებს შემზადებოდნენ. თოკებით დაშვება, პატრულირება, ჩასაფრება და ზოგადად ტაქტიკური ხელოვნება. განწყობაა თვითონ კოალიციური ჯარების შტაბში ისეთი, რომ არ არის აი რაღაც საქართველოსდან ქვედანაყოფი ჩამოდის და ზევიდან ქვევით უყუროთ. საუბარი იყო პირდაპირ ერდონეზე, არანაირი განსხვავება არ იყო ეს ამერიკელი ჯარისკაცები და ოფიცრები ვზივარ თუ ქართველები. ეს ისევ და ისევ გამომდინარეობს იმიდან, ბატალიონმა მოიხოჭა თვითონ აი ამ ჩამოყალიბების სტადიაში გაიცნო უпроსტურად თელმა ვისაც ჭირდებოდა ეს რომ გაიცნო ბატალიონის ისტორია. ბატალიონს დაეკისრება ფაქტურად სამშვიდობო ამოცანა, ეს არის ძალთა დაცვა, ძირითადად ძალთა დაცვა. გაეროს ოფისის წარმომადგენლების კონვეირება, მათი უსაფრთხო გადაადგილება და რამოდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტის დაცვა. ბატალიონი ამ ამოცანის შესასრულებლად მზად არის, გაცილებით უფრო ცუდ პირობებში ასრულებდა ამოცანებს მხედველობაში ცხინვალის რეგიონი, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ლოჯისტიკის თვალსაზრისით და ალბათ უფრო ადვილად გაუადვილდება, ადვილი იქნება მისთვის ეს ამოცანის შესრულება ერაყის რეგიონში, მაგრამ რა თქმა უნდა მოითხოვს მაქსიმალურ ყურადღებას და პროფესიონალურ, მაღალპროფესიონალურ საკითხებთან მიდგომას. აქ ამ ბატალიონის ისტორიის ერთი მონაკვეთი სრულდება. წინ ერაყია. მოწინააღმდეგის დროშების ჩამოტანას შავბერეტიანები უკვე ბაღდადიდან შეეცდებიან.
ჩვენ დაუბრუნდებით. Всё, аჯე. ოხსენი მაგლაშკები. ამაებს გუნდი. აი მოსუყალა ყველაფერი. მეორე 20-ული გაგევით. Бронежилет гады.